ცნობილ რუსულ გამოცემებში მალე ბათუმზე სტატიები გამოქვეყნდება ტურიზმის სფეროში არსებულ სიახლეების ბეჭდური მედიის წარმომადგენლები უკვე მეორე დღე ადგილზე ეცნობიან. ქართული ტურიზმის პოტენციალის შესახებ მომზადებულ სტატიებს ისინი თავიანთ გამოცემებში გამოქვეყნებენ და ქართულ ტურიზმს პოპულარიზაციას გაუწევენ. ტურიზმის მიღწევებზე სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია ჟურნალ გაზეთების კომერსანტის ბაკრუქ სვეტას, ლიზას ადახნის თუ სხვა ათამდე გამოცემის რედაქტორებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წარუდგინა. პოპულარული რუსული გამოცემების ხელმძღვანელები ბათუმის მედიატურის ფარგლებში ეწევიან ვიზიტის დასრულებამდე ისინი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და ბათუმის იუსტიციის სახლს, ასევე მაღალმთიან აჭარას მოინახულებენ. ხოლო თბილისში გაემგზავრებიან ისინი ასევე ქუთაისსა და კახეთს დაათვალიერებენ. მედიატურის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიგეგმა. Сегодня мы находимся შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ სხვა სელოდით და სხვა სურათი დაგხვდა. ბოლოს საქართველოში 1992 წელს ვიყავი. ბევრი რამ შეცვლილია. დღეს აქ ტექნიკურად ისეა ყველაფერი გამართული, რომ ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ისე კი ჩემი გაუწება აეროპორტიდანვე დაიწყო, როცა საზღვარი კონტროლისა და პასპორტში ბეჭედის ჩარწმის გარეშე გადმოვკვეთე. იმედი მაქვს წასვლამდე კიდევ ბევრჯერ გავოცდები. მინდა თავიდან გავეცნოთ საქართველოს და ის ემოციები გავაცოთ ხოლმე ახალგაზრდობის ეს ამბჭა საქართველოზე მეგონა 1992 წლის შემდეგ ვეღარასოდეს ვნახავდი ბათუმს. მინდა თავიდან დავნეგობრდეთ, ამიტომაც დავწერ ყველაფერს, რასაც აქ ვნახავ. წელს ჩემი შვილიც იყო ბათუმში და ამბობდა, რომ მსგავსი სილამაზე არსად უნახავს. ყველაფერი შენდება, ყველა მეგობრებს იცინიც, ხუმრობს. საოცარია. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას სტუმრობენ პრეს-ტურის ფარგლებში ჟურნალისტები, სხვადასხვა ცნობილი გაზეთებიდან, რუსეთის ფედერაციიდან, რაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით და რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით. ძალიან დიდი ინტერესია ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ტურისტი სტუმრობდა წელს ჩვენს რეგიონს და შესაბამისად ჩვენი დიდი სურვილი არის, რომ რუსეთის ფედერაციაში მართებული ინფორმაცია ვრცელდებოდეს ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ.